გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი. მე დიანა საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. რას მოიცავს უროლოგია და როგორია დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? კანის პრობლემების ზამთარში და მათი მოგვარების გზები, რომელ დაავადებებს არ უხდება სიცივე, ყინვა და ზოგადად ზამთრის ჰავა. უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები, რომ უროლოგია მხოლოდ მამაკაცების დაავადებაა. რას მოიცავს უროლოგია და როგორია დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? ამ თემაზე სასაუბროთ თბილისიდან ჩაგვერთვავა უროლოგი, ქირურგი გიორგი ცაბუტაშვილი. გიორგი, გამარჯობა, გესმით ჩემი? რა თქმა უნდა, გისმენთ, გაგიმარჯვოთ, როგორ ბრძანდებით. კარგად, დიდი მადლობა. გიორგი, დავიწყოთ მთავარით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ცალკეული უროლოგიური დაავადება ხასიათება სხვადასხვა სიმპტომატიკით, არსებობს რიგი სიმპტომები, რომლებიც გვეხმარება ზოგადად უროლოგიური დაავადების არსებობის გამოვლენაში. რა სიმპტომები ახასიათებს უროლოგიურ დაავადებას? აქედან დავიწყოთ. კი ბატონო, ზოგადი სიმპტომები, რომელიც უროლოგიურ დაავადებებს დროს გვხვდება, ეს არის, რა თქმა უნდა, ქვემოსაშარდე გზების სიმპტომები, ეს არის ზემოსაშარდე გზების სიმპტომები და არის მამაკაცებში გარეთა სასქესო ორგანოების თვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომატიკა მოკლედ. ძირითადად ზემოსაშარდე გზების სიმპტომებიდან უხშირესად ეს არის ტკივილი, რომელიც სხვადასხვა დროს ჩნდება და ეს გამოს ხშირად მოგმართავენ პაციენტებთან, მიმართავენ უროლოგებს მთელ მსოფლიოში. ქვემოსაშარდე და ასევე ზემოსაშარდე გზების სიმპტომებიდან შესაძლებელია იყოს ეს არის სისხლიანი შარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ რეალობაში ძალიან ხშირად უგულვებელ ყავს ბევრი პაციენტი იმას, რომ შარდში აქვს სისხლი და გადის ზოგჯერ წლებიც კი, სანამ პაციენტი მიმართავს, ასე ვთქვათ, ექიმს, იმიტომ რომ პერიოდულად შარდში ხედავს სისხლს, ეს არის წვა შარდვის დროს, ეს არის ტკივილი მოშარდვისას, ეს არის გაძნელებული შარდვა, ეს არის ჩივილები გარეთა სასქესო ორგანოების თუ მამაკაცებში ვთქვათ ტკივილები სათესლე ჯირკვლის არეში და ასე შემდეგ. თუმცა ძირითადი სპექტრი, რის გამოც შეიძლება პაციენტს ეს არის გამონადენი, ასევე უნდა აღვნიშნოთ მამაკაცებში საშარდე მილიდან, ამიტომ ეს ძირითადად ის სიმპტომებია, რომლის გამოც პაციენტები იწყებენ უროლოგთან ვიზიტის დაგეგმვას და ვთქვათ აი ამ პრობლემების წარმოშობის მიზეზების მოძიებას. გასაგებია და უროლოგიური დაავადებები, როგორც ახსენეთ, საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით რომელი უროლოგიური დაავადებებია ყველაზე მეტად გავრცელებული? კი ბატონო, ზოგადად ესეთი ცივილიზებულ შედარებით ქვეყნებში, სადაც მოკლედ რაღაც სპეციფიური გარემო არ არის, ძირითადად ხდება ეს არის საშარდე გზების ინფექციები, რომელიც წარმოადგენს მთელ მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას ამბულატორიულ პრაქტიკაში და ასევე სტაციონარულ პრაქტიკაში. მეორე ეს არის შარდკენჭოვანი დაავადება, რომლის სიხშირე ბოლო პერიოდში ძალიან მოიმატა, იმიტომ რომ შეიცვალა კვების რეჟიმი, შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი, რამაც გაზარდა შარდკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკი და ესეთი პაციენტები დღეს ძალიან მრავლად არის კლინიკაში. ასევე არის ონკოლოგიური დაავადებები, რომლებიც რა თქმა უნდა არ არის ისეთი ხშირი, რომელიც როგორც ჩამოთვლილ წინა ორი, თუმცა მისმა სიხშირემაც თქვა რადიაციული ფონის ზრდის, თქვა სიგარეტის მოხმარების და ასევე გარკვეული ტიპის ქიმიკატებთან შეხების გამო, აი თუნდაც იგივე გამონაბოლქვი, რომელშიც შედის არასასურველი ნივთიერებების საშარდე სისტემის თვისაც ძალიან გაიზარდა, თქვა ესეთი შარდის ბუშტის სიმსივნის, თირკმლის სიმსივნის, შარდსაწვეთის სიმსივნის გამოვლენის ასე ვთქვათ, პროსტატის სიმსივნეს საერთოდ აღარ ელაპარაკი, ის მამაკაცებში ძალიან ყველაზე ხშირი ონკოლოგია არის საერთოდ, აი ეს დაავადებები და რაც აღსანიშნავი არის, ამ დაავადებების ასაკი მათ ძალიან დაიწია ბოლო პერიოდში. თუ კი გარკვეული ტიპის დაავადებებს ჩვენ მოველოდებოდით ძირითადად 40-45 წლის ასაკის შემდეგ, დღეს ჩამოიწია, ხო? კი, ანუ აი მაგალითად შარდის ბუშტის სიმსივნეების რაღაც არც ისე დიდი, მაგრამ საკმაოდ ხელშესახები წილი გვხვდება 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში და ქალბატონებში, რაც ძალიან ესეთი არასასიამოვნო მომენტია, ამიტომ აი დასაწყისში რომ ვახსენეთ ეს სისხლიანი შარდი და ესეთი ამბები, როგორც კი ეს გაჩნდება და თუ კი გაჩნდება თუნდაც ახალგაზრდა ასაკში, ეს აუცილებლად საჭიროებს გარკვეულად მინიმალური დიაგნოსტიკური ძიების ჩატარებას თუნდაც, რომ ესეთი რაღაცა არ გამოგვეპაროს და დროზე იყოს აღმოჩენილი. აი ზუსტად მომდევნო კითხვა გიორგი მაგაზია, ბოდიშ შეგაწყვეტინებთ, როგორც სხვა ნებისმიერი პათოლოგიის, ისე ბევრი უროლოგიური დაავადებების თავიდან აცილება უფრო მარტივია, ვიდრე მათი მკურნალობა, ხო დამეთანხმებით. ამისათვის რეკომენდებულია გარკვეული პროფილაქტიკური ზომების მიღება, ხო? ანუ პროფილაქტიკურ ზომებზე რომ ვისაუბროთ და რა პრობლემებს აწყდებით აი ამ თემასთან დაკავშირებით.
ну, ზოგადად არის ესეთი მომენტი ხა, არის დაავადებები, რომელსაც აქვს გარკვეული სპეციფიური პროფილაქტიკა და არსებობს არასპეციფიური პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომლებიც გამოდგება ბევრი სხვადასხვა უროლოგიური პათოლოგიის პროფილაქტიკისთვის. თქვა, სპეციფიურ პროფილაქტიკას უფრო მიეკუთვნება იგივე აი გარკვეულ ონკოლოგიურ ამბებში რაღაც გარკვეული ზემოქმედებების აცილება და რაღაცებისგან თავის შეკავება, თქვა ეხლა ეს მოწევა და მსგავსი რაღაცები, თქვა ჩარლის ბუშტის სიმსივნის დროს თამბაქოს აკრძალვა არის ძალიან დიდი დამხმარე იმისთვის, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული მკურნალობა იყოს ეფექტური. რაც შეეხება შავკენჭოვან დაავადებას, ამ დროს არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის კენჭების არსებობისას, გარკვეული ტიპის დიეტის დაცვა, თქვა სითხის ბალანსის შესაბამისი შერჩევა, ზოგჯერ გარკვეული ტიპის მედიკამენტების ჩართვა ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში პაციენტის, იმისთვის, რომ გარკვეული ტიპის კენჭები არ განვითარდეს, თქვა, საშარდე სისტემაში. რაც შეეხება საშარდე ინფექციებს, აქაც არსებობს სპეციფიური პროფილაქტიკა, ეს რაც უფრო კრიტიკული არის, მაგალითად, ქალბატონებში, სადაც მორეციდივე ცისტიტების სიხშირე არის საკმაოდ მაღალი. ეს არის რაც შეეხება შედარებით სპეციფიურ პროფილაქტიკას, არასპეციფიურ პროფილაქტიკა ეს ყველა ტიპის დაავადების დროს არის ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი, თქვა წონის კორექცია, სითხის ბალანსი, თქვა დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა შესაბამისი და თქვა ასე შემდეგ. ეს არის რაც როგორც ონკოლოგიური, ისე არაონკოლოგიურ დაავადებებზე ახდენს კეთილ და საიმედო გავლენას მოკლედ ასე ვთქვა. გასაგებია. კარგი გავლენას. და თავარია იმისათვის, რომ უროლოგიური დაავადებები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე და დაინიშნოს მათი ეფექტური მკურნალობა, აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსური დიაგნოსტიკა, ხო? აი ზუსტად ეგ მაინტერესებს, რას მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებს. მოკლედ უროლოგიაში, ისე როგორც მედიცინის სხვა დარგებში, პრაქტიკულად ყველა ეს მეთოდი გამოიყენება, რაც ზოგადად არსებობს, თქვა სამედიცინო პრაქტიკაში კვლევის და პაციენტის დაწყებული პაციენტის გასინჯვიდან და ანამნეზის სწორად შეგროვებიდან, რასაც სხვათა შორის ხშირად უგულებელ ყოფენ ხოლმე, არადა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგჯერ სერიოზული მაღალტექნოლოგიურ კვლევაც კი ვერ გაძლევს ისეთ ინფორმაციას, რასაც პაციენტის მიერ ნათქვამი რაღაცა მარტივი წინადადება, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ვიღაცისთვის სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი. ეს არის ყველაზე საბაზისო ამბავი. ამის შემდეგ ყველა ის კვლევის მეთოდი, ეს არის ულტრასონოგრაფიული, ანუ რადიოლოგიური კვლევები, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის მეთოდები იქნება ეს თუ უროლოგიისთვის დამახასიათებელი ენდოსკოპიური კვლევის მეთოდები, რაც გულისხმობს საშარდე სისტემის შიგნიდან დათვალიერებას, როგორც ქვემო საშარდე გზების, ისე ზემო საშარდე გზების შესაბამისი ჩვენებების დროს. აი ეს მეთოდები არის ის, რომლებიც გამოიყენება, რა თქმა უნდა, უფრო მარტივიდან უფრო რთულისკენ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძირითადი დიაგნოზების დასმის საშუალებას იძლევა მარტივად ულტრასონოგრაფია კვლევაც კი, თუმცა თუ კი იქ რაღაცა ეჭვები ჩდება, ან არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებსაც ულტრასონოგრაფია, რა თქმა უნდა, ვერ ნახავს ვერანაირად, ამისთვის ერთვება ყველა ეს მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელიც არის თანამედროვე მედიცინაში და მათ შორის საქართველოშიც არის და ჩვენთანაც დანერგილია და ტარდება ყოველდღიურობაში ეს ყველაფერი. გასაგებია და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი. ვისაუბროთ სქესობრივი გზით გადამდებულ უროლოგიურ დაავადებებზე და თავშიც ვახსენე, რომ ხშირად მხოლოდ მამაკაცებზე არის აქცენტი გაკეთებული და ანუ ქალებიც ჩაგვთეთ ბატონო გიორგი ამ ყველაფერში რა უნდა გავითვალისწინოთ. კი ბატონო, ალბათ მოკლედ სქესობრივად გადამდებულ ინფექციებს რაც შეეხება, აქ ერთი პრობლემა მთელ სოფლიოში არის ის, რომ ამის სიხშირე განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში არის მაღალი, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის ასე ვთქვათ დაუცველი სექსის შემთხვევები, რაც იწვევს ამ დაავადებების ფართოდ გავრცელებას. მეორე პრობლემა არის ის, რომ მათი უმეტესობა უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამიტომ თვლიან ადამიანები, რომ აი თქვა თუ დაუცველი სქესობრივი კავშირი აქვს და არაფერი ჩივილები არ აქვს, რომ ისინი ინფეცირებული არ არიან. ეს მეორე მომენტია. მესამე, რაც შეეხება ქალბატონების ჩართულობას ჩვენი მხრივ ამ საქმეში, არის ის, რომ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა ლაპარაკობთ სქესობრივად გადამდებულ ინფექციაზე, აქ როგორც უროლოგიურ მხრიდან, ისე გინეკოლოგიურ მხრიდან ორივე პარტნიორი არის ხოლმე, ასე ვთქვათ, სამკურნალო, მათ ორივეს უნდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ანუ ამ შემთხვევაში მამაკაცის დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ მოიაზრებს იმას, რომ მხოლოდ მამაკაცს აქვს პრობლემა და ვთქვათ, მის პარტნიორ ქალბატონს არ აქვს. ამიტომ როგორც წესი, ამ მიმართულებით ჩვენ და გინეკოლოგები შეთანხმებულად მუშაობთ, რადგან როცა ხდება ჩემთან მამაკაცი პარტნიორი, მას მიეცემა რეკომენდაცია, რომ ქალბატონმა შესაბამისად ჩაიტაროს კვლევები,
თუ ქალბატონი ხდება ჩივილებით გინეკოლოგთან, ისინი მამაკაცებს აგზავნიან მერე ჩვენთან. და მთავარი პრობლემა ქართულ რეალობაში აქ რაც არის ის რომ მამაკაცების დიდ ნაწილს რატომღაც ერიდება რომ აღიაროს რომ შეიძლება რაღაც პრობლემა ქონდეს ამ მხრივ და თვლიან ისინი სანამ რაღაც ბოლო მომენტამდე პრობლემამდე არ მივა საქმე, აი არ გჭირდება კვლევა, არადა რაც უფრო დიდი ხანია გასული პაციენტის ინფიცირებიდან მის გამოვლენამდე და მკურნალობამდე გარკვეული ტიპის გართულებების რისკი მატულობს. ეს არის ძირითადად თქვა ნაყოფიერებასთან დაკავშირებული გართულებები და მაგალითად ქლამიდიური ინფექციის დროს სისტემური გარკვეული ტიპის გართულები, რომელიც ხანგრძლივ ვადაში იწვევს როგორც სიზავღების, ასე გულსიზავხა სისტემის დაზიანებას და მუცლისღუში გარკვეული ანთებითი პროცესების განვითარებას. ამიტომ ნიშნულობა დიახ, ალბათ ეს საკითხი სტიგმატიზირებულიც არის, ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ თქვენ და მკურნალობაც უშედეგო იქნება, ალბათ ჩემი აზრით, როდესაც ერთი პარტნიორი მკურნალობს და მეორე უარს. რა თქმა უნდა, ეს არის სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობის სტანდარტი იქნება ალბათ, ხო? არის რა თქმა უნდა, წყვილის მკურნალობა, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ადამიანი, ეს არ არის მაგალითად საშარდე გზების ინფექცია, რომელიც შეიძლება ცალკე ქალბატონსაც დაემართოს ყველანაირი ურთიერთობის გარეშე და მამაკაცსაც შეიძლება დაემართოს და ამ სქესობრივი ინფექციების დროს წყვილის მკურნალობა არის ძალიან კრიტიკული იმისთვის რომ შედეგი იყოს კარგი და მეორე რაც მთავარი მომენტი ეს არის დროული მიმართვა მინიმალური ეჭვების მინიმალური სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში რომ შესაძლებელია რომელიმე პარტნიორი იყოს ინფიცირებული ან ორივე იყოს ინფიცირებული ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამაში მოსარიდებელი და ასე ვთქვათ სტიგმის ამბები არაფერი არაა იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა უჩვეულო სიტუაცია არის ასე ვთქვათ ადამიანის ყოველდღიური ყოფის ნაწილი და შესაბამისად ვთქვათ ამ დროს მიმართვა და მკურნალობა დროული პრობლემას არანაირად არ წარმოადგენს. თავარი არის დროული მიმართვა და შესაბამისი მკურნალობა იმისთვის, რომ ხანგრძლივ ვადაში პრობლემები იყოს აცილებული. გასაგებია და ეხლა ისევ თემას დაუბრუნდეთ და აუცილებლად ქირურგიულ მიმართულებასაც უნდა შევეხოთ. როდის ხდება საჭირო ოპერაციული ჩარევა? ქირურგიული ჩარევები ზოგადად ტარდება როგორც ონკოლოგიური, ასე არაონკოლოგიური დაავადებების უროლოგიაში, არაონკოლოგიური დაავადებებიდან ხშირი არის, ორი რამოდენიმე მიმართულება, ერთი არის შარდკენჭოვანი დაავადების ქირურგია, რომელიც არის ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ დღეს და ძალიან დახვეწილი ენდოსკოპიური მეთოდებით კეთებს ყველაფერი, ანუ ეს ეგრეთ წოდებული ღია და გაჭრითი სისხლიანი მეთოდებით ეს პრაქტიკულად აღარ ტარდება. ერთი ეს მომენტია, მეორე ეს არის პროსტატის მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების ქირურგიული მკურნალობა თავისი მრავალი პერიპეტიით, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უროლოგიური ქირურგიის მსოფლიოში და მესამე ეს არის მოზრდილებში ონკოლოგიური ქირურგია, როგორც ჩარდის ბუშტის, ისე შარდსაწვეთების, ისე თირკმლის, როგორც ენდოსკოპიური, ისე ღია და ისე ბოლო პერიოდში ძალიან ფართოდ დანერგილი ლაპაროსკოპიული მეთოდებით და ბავშვთა ასაკსაც თუ გადავწყვეტებით და თქვათ მოზრდილებში იშვიათად, მაგრამ მოზრდილებშიც შეიძლება შევხვდეს ესეთი რაღაცა, ეს არის საშარდე სისტემის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა, რომელიც რაღაცა პროცენტში ვლინდება მოზრდილ ასაკში პირველად და არა თქვათ ბავშვობაში. ან შეიძლება 30 წლის კაცმა აღმოაჩინოს, რომ თირკმლის რაღაც ანომალია აქვს, რომელსაც შემდგომ გართულებით მოყვება. ამიტომ აი ეს არის ის ქირურგიული, ასე ვთქვათ, ზოგადად ის ქირურგიული ჩარევების სპექტრი, რომელიც არსებობს თანამედროვე უროლოგიაში. ანუ ერთი ცალკე კიდე რაც დგას, ოღონდ ეს უროლოგიის ნაწილი, ეს არის ქალბატონებში შარდის შეუყევებლობის მკურნალობა ქირურგიული, რომელიც ასევე უროლოგების კომპეტენცია არის, როგორც ჩვენთან, ისე მთელ მსოფლიოში. გიორგი, და ბოლოს იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, აუცილებელია მივიღოთ რჩევები სპეციალისტისგან და რას გვეტყვით ამ თემასთან დაკავშირებით? ამას მოკლედ შევეხეთ ჩვენ საწყისადად თემის, მაგრამ იგივეს გავიმეორებ, ასე ვთქვათ, ეს არის ორი ტიპის, რეალურად თანამედროვე სიტუაციაში ორი რამე არის აქ, სპეციფიური წამლები ისეთი, რომელიც ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს გარკვეულად იგივე შარდკენჭოვანი ან ინფექციური ან ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის უროლოგიაში ეს ზოგადად ესეთი რამე პრაქტიკულად არ არის ეგეთი წამლები, ხა ბევრი რამე რეკლამდება თანამედროვე მსოფლიოში, ფიტოპრეპარატები და ამ შემდეგ, მაგრამ ესენი რეალურად ჯანმრთელ ადამიანში რაღაც ვთქვათ კენჭების გაჩენის პრევენციას პირობითად არ ახდენენ. ეს არის მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვთქვათ ის სტანდარტული რაღაცები, რაც ზოგადად ორგანიზმის სიჯანსაღი შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი, იგივე ამბები მოქმედებს უროლოგიაშიც და მეორე, რაც ვთქვათ შედარებით სერიოზული დაავადების ასე ვთქვათ და ადრეული დიაგნოსტიკის და აღმოფხვის საშუალებას იძლევა, ეს არის პერიოდული სკრინინგი. ეს არის ვთქვათ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სკრინინგი, ასევე პერიოდული ულტრასონოგრაფიული კვლევების საშარდე სისტემის, რომელიც იძლევა მაგალითად ჩარდკენჭოვანი დაავადების ადრეულ სიტუაციაში გამოვლენის საშუალებას, იძლევა რიგი ონკოლოგთა თირკმლისა და შარდის ბუშტის ონკოლოგიის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას, სკრინინგული ულტრასონოგრაფია თუნდაც
მამაკაცებში სტანდარტული განსაკუთრებით 15-დან 35-45 წლამდე მამაკაცებში სტანდარტული რეკომენდაცია არის პერიოდულად სათესლე ჯირკვლების თვითგასინჯვა, როგორც ქალბატონებში მკერდის თვითგასინჯვა, სათესლე ჯირკვლის კიბოს ადრეული აღმოჩენისთვის. აი ეს არის მოკლედ ის ძირითადი ამბები, გამონათვალია ეს ყველაფერი, რაც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. პრევენციას დაავადებს, კი ბატონო, აი ეს არის ის სკრინინგი და პრევენციული მეთოდები, რომლებიც ყველგან გამოიყენება იმისთვის, რომ ძირითადი დაავადებები იყოს აღმოჩენილი და დროულად დამკურნალები. დიდი მადლობა გიორგი საინტერესო საუბრისთვის. მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს უროლოგი ქირურგი გიორგი ცაბუტაშვილი პასუხობდა. ახლა კი შემდეგი თემა. ზამთარი წელიწადის ის პერიოდია, როცა კანის პრობლემები აქტუალური ხდება. ძირითადად ამ დროს თავს იჩენს კანის სიმშრალე, ქავილი, გაღიზიანება, აკნე და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე ვრცლად ვისაუბროთ. ამ თემაზე ჩვენი შემდეგი სტუმარი დერმატოლოგი ლელა ბერიძე მოვიწვიეთ. გამარჯობა ლელა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ყველა ნებისმიერ ჩვენთანგან საინტერესებს ზამთარი ზოგადად ისეთი პერიოდია, როდესაც ძალიან ბევრი რაღაცა ემართება ჩვენს კანს. და როგორ უნდა მოუაროთ ზამთარში კანს და ზოგადად მოვლის წესები როგორი არის, რა შეცდომებს უშვებთ ზამთარში. მაგრამ პირველ რიგში გვაინტერესებს რა ემართება ზამთარში ამ სიცივეში ჩვენს კანს. კი ბატონო. რა თქმა უნდა, სწორად აღნიშნე, რომ აი ზამთრის დადგომასთან ერთად და სიცივეებთან ერთად უკვე ჩივილებიც იმატებს კანის მხრივ, ესე ვთქვათ. ეს არ ეხება კონკრეტულად რომელიმე ტიპის კანს, იმიტომ რომ ზოგადად გარემოს ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე რეაგირებს ყველა ტიპის კანი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ამ დროს ძირითადად სიმშრალისკენ მივდივართ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მგრძნობი არიან მშრალი კანი. მინდა აღნიშნო, რომ ზოგადად კანის მშრალი კანი ეს არის კანის ტიპი, მაგრამ შესაძლოა აი იგივე ავხსნით, რატომაც ვითარდება კანის გამოშრობა. ეს არის უკვე დეჰიდრატაცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ტიპის კანის დროს და ეს შეიძლება შეუქმნას ამან პრობლემა ცხიმიან კანსაც ესევე. რაც შეეხება ახლა გამოვლინებებს, რატო ვითარდება, რატომ შრება კანი, მოგეხსენება ზამთარში ეს ქარი, სუსხი, ცივი ამინდი აშრობს კანს. გარემოს დაბალი ტემპერატურა. აგრეთვე ყველგან შენობებში გვაქვს გამათბობლები, რომლებიც თბილი ჰაერი, რა თქმა უნდა, ის იწოვს ტენიანობას, ტენიანობა მნიშვნელოვნად ქვეითდება. კანიდან სითხის აორთქლება, ანუ წყალი ზედმეტად ორთქლება კანის ზედაპირიდან და ეს იწვევს გამოშრობას. ამას ვუწოდებთ ჩვენ დეჰიდრატირებულ, ანუ გამომშრალ კანს. ეს ეხება არა მხოლოდ სხეულის ღია ადგილებში, რომელიც ვთქვათ უშუალოდ შემხებლობაშია სიცივესთან. აი, მაგალითად ხელები, კიდურებზე, სახეზე, ეს ეხება ტანსაცმლით დაფარულ ადგილებსაც, რა თქმა უნდა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დროულად და რეგულარულად სწორად მოხდეს, რა თქმა უნდა, დროულად უნდა დავიწყოთ კანის მოვლა. და ყველაზე მთავარი არის საყურადღებოა ალბათ იმ ადამიანებისთვის, რომელი პათოლოგიაც, ესე ვთქვათ, მწვავდება ზამთარში. ანუ ეხლა ვინც მაყურებელი გვისმენს, ალბათ აინტერესებს კანის რომელი დაავადებები, ესე ვთქვათ, იღვიძებს ზამთარში და ვინ უნდა იყოს უფრო, ესე ვთქვათ, ყურადღებით. და რა უნდა გააკეთოს? როცა შრება კანი, რა ვლინდება, დავიწყოთ აქედან. ანუ რა გამოვლინებები შეიძლება დავინახოთ კანის ზედაპირზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი აქერცვა. აქერცვა შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობის, რა თქმა უნდა, შეიძლება თვალით უხილავი, მაგრამ უბრალოდ დაიკარგოს კანის ტურგორი, აღარ იყოს ისეთი ბზინვარე კანი, გაუხეშებული იყოს, მაგრამ შეიძლება ქერცლი გამოხატულიც იყოს. ამ შემთხვევაში, დიახ, ჩვენ გვაქვს უკვე გამოხატული სუბიექტური შეგრძნებები, ტვიის, ქავილის შეგრძნება. ზოგჯერ კანზე ჩნდება სიმშრალის შემდგომ ვარდისფერი აქერცლილი ლაქები, რაც ასევე სიცივეს და გამოშრობას უკავშირდება და შესაძლოა უფრო ღრმად მდინარე მდგომარეობისას ნახეთკებიც კი განვითარდეს, რომელიც უკვე რა თქმა უნდა მტკივნეულია, შეიძლება მოხდეს მათი შემდგომი დაინფიცირება, სისხლდენია და ასე შემდეგ. ეხლა დაავადებები ზოგადად, რომლებიც თავს უფრო ხშირად იჩენს ზაფხულში, ანუ მწვავდება. ეს ეხება იმ დაავადებებს, რომლებიც არიან ქრონიკული, ანუ პერიოდულად გამწვავებები ახასიათებთ მათ და რა თქმა უნდა აქ მწვავდება ძირითადად ის დაავადებები, რომლების პათოგენეზშიც, ანუ განვითარებაში წამყვანია კანის სიმშრალე.
მე მინდა აღვნიშნო, რომ აკნეც კი, ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ ვულგარული ფერი მჭამელა, ვარდისფერი ფერი მჭამელა შეიძლება გამწვავდეს, მაგრამ განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის მაგალითად ფსორიაზი, სადაც სიმშრალისკენ ვართ მიდრეკილი უფრო. აი ატოპიური დერმატიტის შემთხვევაში იგივე ეგზემა, რომელიც გავრცელებულია, მწვავდება, რადგან ზოგადად ატოპიური დერმატიტზე მინდა შევაჩერო ყურადღება, უბრალოდ გავრცელებულია ძალიან და ყველაზე მეტად მომართვიანობა ამის გამო გვაქვს, რადგან აი აქ კანი არის განსაკუთრებით მგრძნობიარე, მშრალი, ატოპიისკენ მიდრეკილი კანი ესე ქვია და ამ შემთხვევაში დატენიანება კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა მოხდეს, ვიდრე ვთქვათ სხვა ადამიანების შემთხვევაში. და ამ დროს რა ხდება? ეს არის სხვადასხვა ფაქტორებით განპირობებული, რა თქმა უნდა, ხა ამას აღარ შევეხებით, მაგრამ ასეთ ადამიანებს ისედაც აქვთ მიდრეკილება სიმშრალისკენ. ანუ წყლის დაკარგვა ხდება, მათ გენეტიკურად არა აქვთ ის შრე, ლიპიდური ერთგვარი, რომელმაც უნდა შეაკავოს წყალი კანში და შრება მათი კანი. აი ზამთარში, როდესაც ამ პრობლემებს ვაწყდებით, კიდევ უფრო მეტად შრება და რა თქმა უნდა, აქ უკვე სერიოზულად მწავდება პროცესი. მინდა აღვნიშნო ასევე ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ასევე ხშირად ვაწყდებით, ეს არის ტუჩების სიმშრალე, ნახეთქები, ქეილიც, რასაც ვეძახით. ანუ არის ერთგვარი ფორმა მეტეოროლოგიური ქეილიტი, რომელიც ზუსტად აი ქარში, სუსხში აქაც საჭიროა ისევ და ისევ დატენიანება, სწორი მოვლა, გავრცელებული პრობლემა და განსაკუთრებით რატომღაც სტატისტიკურად ქალებშია და მას დიასახლისების დერმატიტსაც უწოდებენ, იმიტომ რომ აი წყალთან შემხებლობა, ვიცით რომ წყალთან ხშირი კონტაქტი აშრობს კანს, ეს სარეცხის საშუალებები და ასე შემდეგ, სიცივე და ამით გამოწვეული გაშრობა და ეს არის მტევნებზე განვითარებული დერმატიტი, რომელსაც დისჰიდროზული დერმატიტი ეწოდება, ასევე ნახეთქები, აქერცვლა, ქავილით, კივილამდე შეიძლება განვიღოთ ესეთი მდგომარეობა. და შეიძლება არსებობს ასევე ალერგია, სიცივის ალერგია, რომელიც არის ლოკალურად განვითარდეს, აი მაგალითად ხელებზე, შეშუპება, ესე ფალანგები, სიწითლე, ქავილით, კივილით, ამიტომ ურჩევთ რა თქმა უნდა რომ ატაროს ხელთათმანიას. თუმცა შეიძლება ეს იყოს გავრცელებული აუცილებლად, ეს უკვე ერთ-ერთი მოვლის საშუალებები და ნებისმიერ ქალს გვაინტერესებს, მაგალითად რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ანუ ზამთარს გულისხმობ უფრო. ანუ როდესაც თითქმის არ იყენებს მაგალითად ქალბატონი იმ ყველაფერს, რაც ჭირდება ჩვენი სახის კანს. ნაოჭების გაჩენას უწყობს თუ არა ეს ყველაფერი ხელს? დავიწყოთ იქედან, რომ ბევრი უკვე მიმართავს ამას, რომ ყოველდღიური რუტინა, სახის მოვლა, კანის მოვლა ზოგადად, არ მარტო ქალები, მამაკაცები სხვათა შორის ხშირად ცდილობენ, რომ განსაზღვრონ მათი კანის ტიპი და აი რა მოსავლელი საშუალებები გამოიყენონ. გასათვალისწინებელი ასევე რომ ჩვენ სწორად და სეზონის შესაბამისად ვიყენებთ ამ პროდუქტს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც პროდუქტი ის რუტინა, რაც ზაფხულში ძალიან სასარგებლო იყო ჩვენი კანისთვის, აბსოლუტურად არ გამოგვადგეს ზამთარში. და მნიშვნელოვანია ესევე შეიძლება ეს ყველა პროდუქტი არ შეიცვალოს, ვერ შევცვალოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ აი ზაფხულში უფრო უპირატესობას ანიჭებენ გელი, ემულსია, ანუ უფრო მეტად წყალზე დამზადებულ პროდუქტებს. რაც ზამთარში პირიქით შეიძლება ზედმეტად გამოაშრობს კიდევაც კანს, იმიტომ რომ აი როცა დაიტანებენ ესეთ კრემს და გადის ადამიანი გარეთ, აორთქლდება და პირიქით შრება. ამიტომ ამ დროს ის მაინც უნდა შევცვალოთ ყოველდღიურ მოხმარებაში, რომ გადავიდეთ კრემებზე, მალამოებზე, ანუ უფრო მეტად ცხიმის შემცველ პროდუქტზე. და მნიშვნელოვანია ასევე, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ზოგადად, ანუ გრძნობიარე კანი, ესე ვთქვათ, მშრალი კანი, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დამატენიანებლის გამოყენება. დამატენიანებელი უნდა მოხდეს მისი გამოყენება ყოველი წყალთან კონტაქტის შემდგომ. ეს შეიძლება ეხება მტევნებს, სახეს, სხეულს და რა არის კიდე მნიშვნელოვანი? ანუ ეს დამატენიანებელი საშუალებები შეიცავენ იმ სპეციალურ კომპონენტებს, რომლებიც კანზე ქმნის აი სწორედ ამ ლიპიდურ ფენას, რომ არ აორთქლდეს, რაც გვაკლია ამ შემთხვევაში და აი ბანაობისთანავე უნდა მოხდეს მისი დატანება, რაც უფრო სწრაფად მოხდება მისი გამოყენება, მით უფრო მეტად დაიცავს, ანუ შეუნარჩუნებს კანს ტენიანობას, ესე ვთქვათ. მნიშვნელოვანია კიდე რა, აი ხანგრძლივი დუშის მიღება. ბევრს აქვს ჩვევად, რომ აი ნახევარი საათი. ძალიან მნიშვნელოვნად ამ დროს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ მაქსიმალურად 10 წუთი, ანუ შხაპის მიღება უნდა იყოს ხანმოკლე, იმიტომ რომ ესეც ზედმეტად აშრობს კანს. ის რომ ცხელი წყლით არ უნდა დავიბანოთ, აუცილებლად ცხელი წყალი ხო ზედმეტად კიდე უფრო აი ამ ცხიმოვან მასას აცლის კანზე შესაბამისად.
უფრო მეტად გვიშრება კანი, ამიტომ წყალი უნდა იყოს თბილი და რა თქმა უნდა დასაბანის საშუალებებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ამ დროს მგრძნობიარე და მშრალი კანის შემთხვევაში გამოყენებული ისეთი დასაბანის საშუალებები, რომლებიც არის შეიცავენ არომატიზატორებს, ანუ აი სურნელოვანი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში გამოყენებული ეს საშუალება. მე მჯერა თქვენი, იმიტომ რომ ეხლა თქვენ სახის კანს უყურებთ და არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ეს არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო. და ანუ კურნალობასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გაუშვათ თუნდაც აკნეზე. ან ანუ ერთგვარად შევკრათ ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი თემაა და არ მინდა რომ რამე გამომჩეს. კურნალობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? უფრო ბევრი არის რაც მოვიკითხე, აკნე აინტერესებთ ამ პერიოდში და თქვენ როგორც სპეციალისტი რას გვირჩევთ? კი ბატონო, ესე იგი ამ დროს ყველა აი თქვენ ნაოჭებზე მკითხეთ და მე არ გიპასუხებ. ესე იგი აი რეგულარული მოვლა რა თქმა უნდა, როდესაც ხდება სწორად მოვლა ეს არის ერთგვარი პრევენცია, ნაადრევად ვთქვათ, ნაოჭების გაჩენის. ეხლა ჩვენ სიბერეს ვერ შევაფერხებთ, მაგრამ რაღაცნაირად პრევენცია ხდება და გადავადება, ესე ვთქვათ. აი, როდესაც არის კანი მშრალი, დაუტენიანებელი, ამ დროს კარის ძინვარება იკარგება და აი ეს ნაოჭები უფრო მკვეთრად გამოხატულით ჩნდება, კი ბატონო. აი, როდესაც რეგულარულად არის მოუვლელი და არ არის დატენიანებული, რა თქმა უნდა, ეს წინაპირობაც არის ერთგვარი, რომ ნაადრევი სიბერის ნიშნები გამოჩნდეს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება კანის მოვლას, ეს ნებისმიერი ყველა ტიპის კანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია. შეიძლება ყველა ის პროდუქტი ვერ გამოიყენოს პაციენტმა, რაც ჭირდება მისი სახის კანს, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ დასაბანი საშუალება ეს არის ერთ-ერთი და მთავარი და აუცილებელია დილით საღამოს აი ამ დასაბანის საშუალების გამოყენება და აქაც ისევ და ისევ რომ სწორად იქნას კანის ტიპიდან გამომდინარე, რადგან თუ არასწორად გამოიყენებენ აი ამ დასაბან საშუალებას, შეიძლება პირიქით პრობლემები გამწვავდეს, ხო? რაც არის განკუთვნილი ცხიმიანი კანისთვის, ეს პროდუქტი არ უნდა გამოიყენოს მშრალი კანის შემთხვევაში ადამიანმა, რადგან რა თქმა უნდა ზედმეტად გამოშრება. ამის გარდა, შემდეგი პროდუქტი, რაც არის, ეს არის დამატენიანებელი აუცილებლად და ეს რეგულარულად აი აკნესკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში აქაც ისევ ხას ვუსვან, რომ მნიშვნელოვანი ეტაპია დაბანა, სწორად და კრემების გამოყენება. ეს იქნება სხვადასხვა სახის სამკურნალო საშუალებები, რომელსაც ძირითადად ძილის წინ საღამოს ვნიშნავთ, მათ მეტნაკლებად მაინც აქვთ ისეთი კომპონენტები, რომლებიც მეტნაკლებად იწვევენ გამაღიზიანებელი ეფექტს გარკვეულწილად და ზამთარში აი დასაბანის საშუალებები კანი გვიშრობს და შესაბამისად აქ დატენიანებაც არის საჭირო. ამიტომ დღის განმავლობაში წყალზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, კი ბატონო. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მზისდამცავი ფაქტორი ასევე, ანუ აი ამ დღის რუტინაში სახის დაბანა, დამატენიანებელი და მზისდამცავი კრემი. აქტუალური რჩება როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში ყოველდღიურად. და ეს დაგვეხმარება სწორედ იმაში, რომ ნამდვილად დაბერების პროცესები და ანუ ეს დაადრევი ნაოჭების გაჩენა, კი ბატონო. შევაჩეროთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, არის ძალიან ვრცელი, რა თქმა უნდა, თემაა, მაგრამ ის მთავარი მესიჯები მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს, რაც ნებისმიერ ჩვენთანაც ალბათ აინტერესებს. მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს გადაცემაში და წარმატებებს გისურვებთ. კი ბატონო. ისევ და ანუ ბოლოსკენ მივიდეთ, რას ურჩევთ ქალბატონებს? ქალბატონებს ვურჩევ იმას, რომ აი როგორც აღვნიშნე, ძალიან მოკლედ თქვათ, ეგ რომ შეზღუდული ვართ დროში. გამოიყენონ აუცილებლად მზისდამცავები და მათი კანი იქნება ბევრად უფრო ლაბაზი. ჩათვალეთ, რომ როცა უვლით კანს სათანადოდ, ბევრად ვეხმარებით კანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქტიური დატენიანება, სწორი კვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, იმიტომ რომ აი ამ ყველა აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების მიღება, ეს არა მარტო ჩვენი ჯანსაღი კანისთვის, არამედ თმისთვის, ფრჩხილებისთვის, ყველაფრისთვის ძალიან კარგია. კი ბატონო, წყალი ასევე აუცილებელია. მინდა აღვნიშნო, რომ კი, ხა თუ მშრალია კანი, ეს ვერ დაგვიტენიანებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებით, რომ გახშირდეს წყლის მიღება და დამატენიანებელთან ერთად, რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგ ეფექტს გვაძლევს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს დერმატოლოგი ლელა ბერიძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახავ და მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.